მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია, ყველა ჩემს გამომწერს მოვესალმები. სტუმრებო, გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ხოლმე ვიდეოები. დღეს შემოვედი ასეთი თემით, სამყარო რას გვეტყვის, ნაკადიდან მოდის, რა კარები გაიღება ახალი. ჩვენს ცხოვრებაში ზუსტად ეს ტარო ავირჩიე, ეს ზუსტად არის უნიკალური და ნახეთ პირველივე სიძლიერე ამოვიდა და ამას დავტოვებ მე. აი ნახეთ პირველივე სიძლიერე ამოვიდა. ესე იგი, სიძლიერე შემოაღებს ჩვენთან მეგობრებო კარებს. ძალიან კარგი მიხარია. ძალიან კარგი მიხარია. ძალა მოგვეცემა, უსასრულო ბედნიერება იქნება ასევე ვისაც გამოჯამრთელება გსურდათ და ავად იყავით ან ხშირად გაუგებარი დაავადებები და ასე შემდეგ, გადმოკიდებული თქვენზე, გადმოყრილი, აი ეს მიწებებები ნეგატიური, ხო? აი ეს ყველაფერი, ფეხები ვისაც გაწუხებთ, გველებია დახვეული ხელებზე, მხრებზე, ორივე ხელზე, თქვენს სიბრძნეზე, ხო? აი აუცილებლად ეს იქნება, აი ნელ-ნელა უკვე გადის და დიდ სიძლიერეში შევდივართ, მინდა გითხრათ, ძალიან დიდ სიძლიერეში. ესე იგი, თვითონ მე აქ მოვიშველიებ არხანგელების, ანგელოზების და არხანგელების აი ამ შესანიშნავ, ესე იგი, ფერის კარტს ანგელოზებ თვითონ დამიძახა, რომ უნდა გამომიყვანო დღეს ეთერშიო და არ ვაწყენინე ნამდვილად. მოკლედ, ნახოთ შემდეგ კიდე რა სიძლიერე გველოდება, რა კარებს შევაღებთ, ჩემო კარგებო. ეხლა მე დავიწყებ ჯერ ყოველას, აი პირადში, ჩვენს პირად სიტუაციაში. აბა ვნახოთ რას გვეტყვის პირადში. იქნება აქ გენაცვალე ზეიმი, იქნება ახალ მეგობრებს შეიძენთ, იქნება შეიძლება ახალი ტანსაცმელი იყიდოთ, ან ვინმეს გარდერობი გაქვთ გამოსაცვლელი და გეუბნებათ უკვე სამყარო, რომ ძველი გადაყარეთ, დაწვი, მოიშორე ნეგატივი, რაც აი გულთან არ მიგდის, ხო? და ახალი შეიძინე. შეიძლება ავეჯიგინდათ იყიდოთ და ერთი წუთით აქ სანთელი ჩაქვრა, ეს უკვე არ მომწონს, ერთი წუთი მეგობრებო, აქ ვიღაცა შემოვიდა, ესე იგი, ამას რო ჩავწერ მე, ვიღაცა შავი ფიქრებით არის აქ შემოსული და გირჩევნიათ გახვიდეთ, იმიტომ რომ ბუმერანგი წამოვა, ეს უკვე ანგელოზებისგან იყო ნიშანი, მეგობრებო. ანგელოზებისგან იყო ნიშანი და მე აქ კინავამ, ეხა ხანძარი გამიჩნდა. ხედავთ, აქ შურიანები და ჩასაფრებული ხალხი, ვინც იქნება, იმას ავტომატურად დასჯის, ერთი წუთი უნდა გადავუკიდო. ხედავთ, როგორი პრობლემები შეიქმნა უკვე? ესე იგი, აი ეს რას ნიშნავს? ვიღაცას ძალიან გიჭირთ, ძალიან სულიერადაც გიჭირთ, გზები გაქვთ ჩაკეტილი, მოკლედ ვერ გადიხართ ვერსად და აი გეუბნებათ, რომ ნახეთ ძალა, ეს უკვე ბუმერანგი წაუვიდა, აი აქ ეხლა, აი აქ სანთლიდან ბუმერანგი წავიდა, მეგობრებო, და ჩვენ მაგაზე არ ვინერვიულოთ, შეიძლება ამხანაგები უნდა გამოცვალოთ, შეიძლება მეზობლები უნდა შეცვალოთ, ან უნდა შეწყვიტოთ ურთიერთობა, მიხვდით ხო? და ახალი, ესე იგი, ძალა და ახალი სიტუაციები, კარიერა, სამსახური, მეგობრები, თანამშრომლები, მოსწავლეები და ასე შემდეგ. ძალიან კარგი.
რვიანი კვერთხები უსწრაფესად, ეს ყველაფერი მე აქ რაც ვთქვი, უსწრაფესად მოხდება, ძალიან ბევრი არჩევანი გექნებათ, ამაში ქალი დაგეხმარებათ, მამაკაცებო თქვენც ქალი დაგეხმარებათ, უფრო გაძლიერდებით, უკვე მისული ხართ აი ამ ეტაპზე, ბევრი თქვენგანი, რომელიც ესე იგი არჩევანის წინაშეა, ან ესე იგი საზღვარგარეთ წასვლა, ჩამოსვლა, ან ვინმეს წაყვანა, ჩამოყვანა, ან სახლის ყიდვა, მანქანის ყიდვა, რაც ბორბლებზე დადის, ბილეთის ყიდვა, თვითმფრინავიც ხო ბორბლებზე დადის, მატარებელი ხო ხვდებით, გადაადგილება, ანუ გარღვევა, დიდი გარღვევა, ძალიან ბევრი შანსი მოგეცემათ და სამყარო გეუბნებათ, რომ ყურადღებით იყავითო, გამოჯანმრთელება თქვენი ფინანსების, ესე იგი, ვინც ჩემ რიტუალებს უყურებთ, მისი საშუალებით უკვე კი მწერთ, ბევრი მიხარია ძალიან, მაგრამ აი ფინანსები ვისაც ჰქონდათ და ჩაკეტილი დაეს, გზები დაეს, ურთიერთობები, ხო, პირად ცხოვრებაშიც, აი გაიტანთ თავს, გაიტანთ, მიხვდით, ეს ქალი შეიძლება ან როგორც მასწავლებელი, როგორც ესე იგი ეკლესიაში მყოფი ადამიანი და იქ რომ მსახურობს, ესეც იყოს, შეიძლება დარიგება მოგცეთ, შეიძლება თვითონ უბრალოდ თქვენი წინაპარია, მიხვდით ხო, აი ესეთი თემა დგას. ძალიან ესე იგი დიდ სიძლიერეში შედიხართ, ბევრი სიახლეები, ახალი მეგობრები და ძალიან გახარება მოკლედ რა. თან დღეს და ხვალ არის ისეთი დღე, ჰელოუინია ხო, რომ ესე იგი თეთრი და შავი ძალები უფრო გაათასმაგებულად აქტიურობენ, მიხვდით ხო, სერიოზული მაგიური დღეებია და ეს გააჩნია ვინ როგორ გამოიყენებს. აი ეს სანთელი რო ჩაქრა, აქ მეგობრებო ხო, ეს ნიშნავს, რომ აქ უკვე ვიღაცა აი ეს ჩაყურადებული შეიძლება აი ამ გასაღებებზე, ჩემს წარმატებაზე, ჩემს არხებზეც ზის და ეძებს, მიხვდით ხო, აი ესეთი პიროვნება ძალიან დაისჯება. ამინ. და თქვენც აი ესე მეზობელია ჩასაფრებული ინტერნეტით, ვიღაცა გიყურებთ, აი ესე შურიანი ადამიანები, აი თქვი და გადმოვარდა, ნახეთ, 10-იანი ხმლები. ეს არის გამყიდველობა, აი პრიდაწელს თქვა რა, ასე რომ ვთქვათ, ხო და მიხვდებით მოკლედ. აი ნახეთ როგორ არის თქვენი დაცემა, თქვენი ესე იგი რომ აღარ იყოთ, რომ ვეღარ ადგეთ, რომ ყველამ გიღალატოთ, ეს არის ჭორები, ეს არის ყველაფერი ცუდი, ეს არის მაგიაზე, შავ მაგიაზე ნამუშევარი წყევლები, ეს არის საფლავებზე ნამუშევარი წყევლები, ეს არის პრივაროტები, ეს არის ავადმყოფობები ზურგზე, მაქვს მე რიტუალი უყურეთ ჯადოს მოხსნა, ზურგზე გაკეთებული ჯადოების მოხსნა აუცილებლად უყურეთ, ხელები, ხელის მტევნები არის უყურეთ, წელს ზემოთ ჩაკრები გაიწმინდეთ ყველა აუცილებლად. აი ეს ამოვიდა, ესე იგი რა კარები გაიღება, აბა ვნახოთ. ხო ვთქვი არა, აი ნახეთ რვიანი პენტაკლი, თქვენ შესაძლებლობებს, ჩემს და თქვენ შესაძლებლობებს იძლიერეს, ნიჭს, მიხვდით, კარიერას, სამსახურს, ურთიერთობას, ვიღაცას აი ძალიან აინტერესებს და როგორც აი კონტროლიური ისეთი ამ ადამიანი ამოდის, აი ჩვენი მიღწევები და აი ეს გასაღებები რო ამოდის, ხო? აი წინაპრებიც რო გიცავენ, მიხვდით, ხო? აი ვისი გაკეთებულიც არის ეს ყველაფერი, ხო? ეს დღესვე აი აქვე დამთავრდება და შესაძლებლობა გექნებათ, რომ აი ამ დაავადებებიდან უკვე გამოდიხართ, ვისაც უფრო ჩემი რიტუალები გაქვთ განაყურები და თუნდაც ერთი რიტუალი, უკვე წინ მიდიხართ, ნახეთ, თქვენი შვილების დაწყვილება, მშობლები და შვილების შერიგება,
ანუ ერთაზროვნება იქნება, მიხვდით ხო? და თქვენ თვითონვე სიამოვნებით უყურებთ აი ამ ყველაფერს, მიხვდით ხო? აი როგორ განვითარდება და კმაყოფილები იქნებით, რომ თქვენი ეს ნაწვალები რაც გატირეს, ცრემლი გადინეს და თავიანთი მტრებმა თქვენზე დაავადებები გადმოყარეს ხო? ჯადოებით და რომ დაიძინო და ვეღარ გაიღვიძო და ვეღარ ადგე ხო? აი ესეთი დაცვებს რომ გითხრიან ხო? აი ეს თემა არის, შეიძლება ეხაც მუშაობს ვიღაცა ტყუილა არ ჩაქრებოდა სანთელი ამ წუთასაც, თუნდაც ჩემზე, თუნდაც თქვენზე არ გამოვრიცხავ. აი ნახეთ, კმაყოფილება, ფინანსებშიც წინსვლა გაქვთ, მიხვდით ხო? ანუ ისეთი ეს გასაღებები ტყუილა არ ამოვიდა და ძალიან სწრაფად მოხდება. ესე იგი, რატომ მოხდება სწრაფად? რაც წაგართვეს მე და თქვენ ხო? რაც წაგვართვეს ხო? იმას, ესე იგი, მტერს რაც კარგი უნდა და ჩვენი ხო წაიღო და თავისი მოგვცა ცუდი ხო? ეხლა ჩვენსას ვიბრუნებთ და მტერს თავისას უკან ვიღებთ ჩვენსას და მტერს თავისას უკან გაუბრუნებთ. როგორც თქვი, ასეც იქნება. ამინ. და ზუსტად ნახეთ, აი, ბაშნია, ჩამოინგრევა ეს ყველაფერი, დღეს მაღალი არქანები თამაშობენ. ჩამოინგრევა ეს ყველაფერი და დიდ სიძლიერეში გავალთ. ის მტრები უკვე არიციან სად წავიდნენ. ისეთი ბუმერანგები მიეწიათ. თან უყურეთ, ფინანსებზე აქ უფრო დადებული, აქ წელზეც იმიტომ აქ ამ ხალხს კამარი უკეთია. ფინანსები გაგვიმყარდება მეც და თქვენც, მიხვდით ხო? რაც წაგვართვეს, რა კრადნიკებიც ფინანსებზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე იყო დადებული, ან ფინანსები შემოდიოდა და იქ არ იხარჯებოდა, სადაც საჭირო იყო იმ ან გატყუებდნენ და იმ ადამიანებს, მამაკაცებს აძლევდით ქალბატონებო, უფრო ესე მომდის ინფორმაცია და მოგატყუათ და ან ვალს აღარ გიბრუნებთ, მიხვდით ხო? აი ამ ყველაფერს, ეს ყველაფერი ბუმერანგი უკან დაუბრუნდება და მე და თქვენ ეს ახალი კარებები გაგვეღება წინსვლაში უკვე წაუვიდეთ თან ჩვენ შვილებზე ხო? ვისაც ასაკი გაძლევთ საშუალება შვილიშვილებამდე ხართ, თავიან შვილიშვილებზე უკვე უბრუნდება. ხედავთ? მადლობა სამყარო, მადლობა ანგელოზებო. აბა კიდევ ნახოთ რა კარები გაიღება. ღმერთო ჩემო, 6-იანი პენტაკლი. აი დღეს რო ვტუსავდი ტაროს ხო? 78 გასაღები ქვია ამას, უნიკალური ტაროა. ესე იგი, 6-იანი პენტაკლი შერიგება, აი ტყუილა არ ვთქვი აქ სამიან თასებზე ურთიერთობა, ჰარმონია, შერიგება, დაახლოება, გაცნობა. უყურეთ, ნახეთ, 6-იანი პენტაკლი, ბავშვები, ოჯახი, ახალი სიტუაციები, სახლის შეძენა, ფულის აი დაბანდება, 8-იანი პენტაკლი. ნახეთ, სადაც საჭირო, ანუ ბრჭყალებიდან უკვე გამოვდივართ და ის ვინც არ გელაპარაკებოდათ, ისიც კი შეგირიგდებათ, ანუ ტვინი გაეხსნება. ვერხოვნაია ჟრიცა, ხო ვთქვი არა? ესე იგი, ნახეთ როგორ არის, ან მართლა თქვენ ხართ აქ ვინმე ძლიერი მიყურებთ კიდე, ან კიდევ ჩემი დახმარებით, ჩემი ძალების დახმარებით, რიტუალების დახმარებით, თუნდაც არ გაქვთ რიტუალებს ნაყურები და ჯერ არ ხართ ჩემ პირველ არხზე გადასული სტუმრებო, ეს მეორე არხია და უნდა გამოიწეროთ ორივე არხი, იმიტომ რომ მე ჩემ ენერგიებს ტყუილად მთელ მსოფლიოს ვერ გაუნაწილებ და არ გაუნაწილებ, არც მაქვს უფლება. და მეგობრებო, როგორ არის იცით, აი ეს გამოვდივართ აი ამ სიტუაციიდან, რაც გასაიდუმლოებული იყო მტრებისგან, მტრები მასკებს ჩამოიხსნიან, თქვენ თვითონვე დაინახავთ, ან დაგირეკავთ, გააქტიურდება, იმიტომ რომ ხა აეწვებათ, ეხლა სასაფლაო თითქმის სიკვდილზე იყო აქ და სრულ ჩამონგრევაზე, თქვენი ცხოვრების დამთავრებაზე, ჩემი და თქვენი ცხოვრების დამთავრებაზე, რომლებიც დღესაც კი მუშაობენ. უყურეთ, მე და თქვენ გვექნება წინსვლა და აქ რაცაც მე ვამბობ, აქ ნამდვილად ყველაფერი მართალია, აქაც კი ტაროები დევს. ნახეთ და კრისტალზე მუშაობა, მსოფლიო ხედვით ძალიან დიდ
ხნიანი ბედნიერება გვექნება, შვილები, გამოჯამრთელება, თითოეული ადამიანის თითოეული სიტუაციის, აქ ხო თქვი მე ყველა სფეროში ხო, ნახე გალია გაგვეღება, აი ამ ცხრიანი ხმლები და 10-იანი ხმლები, აი ეს ბუმერანგი უყურეთ, ესე იგი აქ არ გამოვრიცხავ რომ ვიღაცას შეკვეთა ქონდა თქვენზე ვირხოვნა ჟრიცასთან, ესე იგი ან ტაროლოგია, ან მასტერია და ეს ქალი გიკეთებდათ, ქალმა ჩაგკეტათ, მიხვდით ხო? და ეხლა აი აქედან აი ხა დავამატებ როგორ მოხდება, მაგრამ ყველა ვარიანტში აი უკვე გალიის კარები ხო, უკვე ყვავებიც კი გაჩუმდნენ და უკვე გამოვდივართ, ადექით ნუღა ფიქრობთ, ქალებო და კაცებო, უკვე ღია კარები, ღია. აი კი განულდება სიტუაცია, ნახეთ, განულდება სიტუაცია და ახალი ნაბიჯები, გადამგზავრება, ნაცნობობა, ახალი იდეები, ახალი მეგობრის შეძენა, შეიძლება კარგი მეგობარი ვინც აკყავთ, ისიც თქვენთან ერთად უფრო წამოვიდეს და ერთად იაროთ, მიხვდით ხო, გოგოებიც და ბიჭებიც. ახალ რაღაცას გააღებთ ცხოვრებაში დღეიდან, მიხვდით ხო, აი აქაც კი გასაღები გიჭერიათ და გვიჭერია ეს წინააღმდეგობების საერთოდ აღარ არის და აი ეს 9-იანი ხმლები და 10-იანი ხმლები აი ამ ბაშნიასთან გავუშვებ ახლა მე, აი ესე გადავკეტავ თქვენს წინ, აი ესე გადავკეტავ მეგობრებო ამ ყველაფერს. უყურეთ, ძალას დავადებ, აი ესე, ძალას დავადებ. აი ესე იყოს და ახალი. აი ესე ბუმერანგს გავუშვებ მე ახლა აი ამ ჩვენს მტრებს, ცნობილი და არაცნობადი მტერი, ნახული და არ ნახული მტერი, სისხლით ნათესავი და არასისხლით ნათესავი მტერი, სახელით თუ უსახელო მტერი, მიხვდით ხო? ფარული თუ ისა გამოჩენილი მტერი თუ როგორცაა ქართულად, მოკლედ არა აქვს მნიშვნელობა, ყველას აი ახლა აქ ჩაიფიქრეთ და თქვენს მტრებს გაუშვით უკან დღეს ბუმერანგი. ხო, ეხლა მე არხანგელების ტაროს ავიღებ, აი ესეთი შესანიშნავია, აი ესეთი და ვნახოთ აბა როგორ ჩატარდა აი ეს ბუმერანგი, როგორ მე რო გავუშვი ახლა ჩემს მტრებს და ჩემმა გამომწერებმა, მხოლოდ კარგ გამომწერებმა, იმიტომ რომ თავიდანვე სანთელი ჩაქრა ნახეთ და იმიტომაც ამოვიდა 10-იანი ხმლები და 9-იანი ხმლები, მიხვდით ხო? მაგრამ მტრების ჩამონგრევით. აბა ვნახოთ ანგელოზებო, როგორ წავიდა ბუმერანგი ახლა მტრებზე და რა ბუმერანგი წავიდა, რას გვეტყვის. ეცოთ წავიკითხო. მოკლედ, იცით რა არის? აქ წერია, აი დაგანახებთ, უყურეთ, აი ამას წავი. აი ესეთი უყურეთ, აქ არის, ესე იგი, ბუმერანგი წავიდა ძალიან კარგად. ეს წარმოიდგინეთ, რომ მე და თქვენ ვართ, მე რა რო აქ ქალია, მამაკაცებო, თქვენც ხართ, ხო, უყურეთ და ის მლიქვნელი ესენი, ნახეთ, აი ამას ვეძახი მე პადლიზა ხალხს, ვინც ესე იგი მოკლედ ბოდიში და რო გიძვრებათ ხო ხდებით არა, თუნდაც მეზობელი, თუნდაც ის რომელიც აი ამ ხეს უყურეთ თქვენს ჯანმრთელობას და ჩემს ჯანმრთელობას აზიანებდა ხო და კარგ ცხოველად და პუშისტი აი ეს ფუმფულა ადამიანად რომ გაჩვენებდათ თავს ხო, ნახეთ ანგელოზია, აი ეს არის სამართლის ანგელოზია, ჩემო კარგებო, უკვე მწვანე კაბაცია, უკვე გამოჯანმრთელებაა, ეს თმებიც ნახეთ როგორი სიძლიერე, გვირგვინი თავზე, მოკლედ როგორ არის იცით, აი ყველაფერი ესე იგი რელაქსი მოგვემატება ჩვენ და აი ეს შემეტენე ხალხი
კაცრავად სხვანაირად ვერ ვიტყვი აი ესე აი აქ დავდებ უკან გაუბრუნდა ეს ყველაფერი ზუსტად ესე იგი მწვანე ფერი რა არის ფინანსები და ჯანმრთელობა და აი ეს მლიქნელობა ხო რაც აი აქ ამოვიდა წეღან აი ზუსტად ის პასუხი ესე იგი გაცვლა მოხდა ადგილების მე წეღან რა ვთქვი ჩვენი კარგი წამოვიღოთ და მტერმა რაც ცუდი გამოუშვა ჩვენზე მტერს უკან დაუბრუნოთ მეთქი ხო და იყოს ასე ამინდა აი უყურეთ ზუსტად ეგ პასუხი გაგვცა და რამხელა ფრთებით აი ზუსტად ეს ეს რა იასამნისფერი ფერით ესე იგი ფრთებით ანგელოზი გვიცავს მადლობა ანგელოზო ეხლა ვნახოთ ჩვენ ფინანსებზე, ჩემი და ჩემი გამომწერების ფინანსებზე როგორ წავიდა ესე იგი სიტუაცია, აბა ამ გაშლაში რას გვეტყვის ანგელოზი. ერთად წავიკითხო აჰა, უყურეთ ჯერ გაჩვენებთ. აი ეს ფინანსებზე ამოვიდა, დააკვირდით. აქ ეხლა რას გვეუბნებიან, იცით? უკან არ დაიხიოთო, ეს სიძნელეები ინგლისურად წერია და ცოტა ვთარგმნი. ვინც ესე იგი ეს დაბრკოლებები, ეს ჯადოები, ეს თქვენი კრადნიკები წეღან აქ ამოვიდა ფინაკ ნახეთ ხო, აი წელზე აქვს შემოხვეული ხო, ვინც ესე იგი კრადნიკები და ფინანსები და ენერგიების გადაზიდვები და ქვედა ჩაკრებს ესე იგი ქვედა ჩაკრებს გვიბინძურებდნენ მეც და თქვენც ხო, თვარეებზე მუშაობდნენ და პლანეტებზე ვარსკვლავებზე და რაღაცა აწიეს მოკლედ რა მტრებმა ხო და აი ეს იდილია ჩვენი ფინანსების შემოსავალი ესე იგი ხალხთან ურთიერთობა რომ დაგირღვიათ რომ შეიძლება ისე იმდენი კლიენტი აღარ აყავთ რაც ყავდათ ან გაყიდვები აღარ მიდის ან ხელფასი დაგაკლოთ ან საერთოდ სამსახურიდან გამოგიშვეს ხო აი ეს სიტუაციები ეხლა აი ზუსტად ფინანსებზე რო ვთქვი მადლობა ანგელოზო აი ზუსტად ესე იგი უკან უბრუნდებათ და ჩვენ ეს ცუდი და ჩვენი კარგი გვიბრუნდება. აი უყურეთ მტრედი რა არის უკვე სოფლიო მხედველობა, სოფლიო სიმშვიდე ხო? აი აქ ინტერნეტითანაც ვინც მუშაობთ, ვინც თქვენც კიდე შეიძლება სკოლებში, უნივერსიტეტებში, ხალხში ხო? ან ხელოვნებაში, ან ოფისებში, აი ინტერნეტით მუშაობთ ხო? აი ის ყველაფერი ფინანსები უკვე აი ანგელოზი ამბობს რომ გაირღვევა ეს უფრო არის მთვარის ანგელოზი მადლობა მთვარის ანგელოზო მადლობა და მესამე აი ეს მაინტერესებს აი ეს ვერხოვნაია ჟრიცა რა დარიგებას მოგცემს აი ამ ქურუმ თუ ქურუშქალს როგორ ეძახიან ქართულად აი რა ნახოთ ეხლა აბა რას გვეტყვის ანგელოზი ეს ჩემი ძალა თუ ეს არის მართლა ის 10-იანი ხმლები და 9-იანი ხმლები რო ჩავკეტე აქ ბუმერანგი რო გაუშვი ჩემს და თქვენს მტრებზე იმის გაგრძელება აბა ნახოთ რას გვეტყვის ხო ნახოთ აბა დავაზუსტოთ ჩემია თუ სხვა არის აი ეს ნეგატივი ანუ ჩემი რა ჩემგან რიტუალებით გამოიწიეთ და თუ სხვა არის არა ჩემია მადლობა ღმერთს უყურეთ ჩემია ჩემი ძალებით რო ვთქვი ვინც გაიწმინდეთ მეთქი თუ არა და გადადით პირველ არხზე ლინკი მოძებნეთ აი ჩემ გასშლებში შედით და პირველ კომენტარში იქნება და გადადით იმ ლინკზე ბევრი მეუბნება ვერ ვნახულობო ლურჯად არის ან შავად იქნება ჩემთან ლურჯად არის დააჭერთ პირდაპირ იმ რაღაცა ციფრები და ის როა და გადახვალთ პირდაპირ ჩემ პირველ არხზე და გამოიწერეთ ის რიტუალების არხი იცით რა არის აი განთავისუფლება გაქვთ მეც და თქვენც ახალ პარტნიორებს აი პარტნიორები მეთქი რომ გითხარით უყურეთ 8-იანი კვერთხები აი
უსწრაფესი კარტი ტაროებს შორის, რვიანი კვერთხები უყურეთ, ეს არის ახალი პარტნიორობა, აი ასევე სამიანი თასები იგივე, თითქმის იგივეა, მიხვდით ხო? აი ეს სიტუაციები წინ მიდის, თან ეს თავის გაგეწმინდათ, ტვინიც გაგეწმინდათ, შიშები მოიხსნა, ანუ სისხლძარღვები ამოძრავდა, კაპილარები თავში, მიხვდით ხო? და ანგელოზები არიან, ეს არის უკვე ჰაერის ანგელოზი, ეს უფრო ტყუპის ზოდიაქოს ნიშნებსაც უფრო ეხებათ, მოდით ჯერ ესე ვიტყვი და მერე კიდე ყველა ნიშანს, რა თქმა უნდა. მადლობა ყველა სტიქიის ნიშანს, ესე იგი მიჭირს საუბარი, იმიტომ რომ აქ ვიღაცა ცუდად არის ჩასაფრებული, ვგრძნობ და ძალიან დიდი ბუმერანგი მოგივა ეხლა შენ ჩემგანაც და აი ამ ანგელოზების ძალიდანაც. იცით რა არის? რეკომენდირებული იქნებაო აქ ახლა ამბობენ რომ მარტო ესე იგი ვისაც სამსახურის ძებნა გინდათ მარტო ცივებს ნუ დაელოდებით რო აგზავნით წადით დაიარეთ დაენახეთ შედით დაენახეთ და მერე გეტყვიან აი მომეცი ცივი აი დაენახეთო ხალხში გამოჩდითო ვისაც ეს პრობლემა გქონდათ ვისაც ეს რა კომპლექსი ხო ვერ გავიხსენე კომპლექსი გქონდათ რომ ესე იგი აი ვაიმე არ გამომივა და ვაიმე მცხვენია ეს სირცხვილის გრძნობა ხო გაიწმინდეთ დაბლა ჩაკრები მანდედან მოდის ეს სირცხვილი და ეს წინაპრებიც გეუნებიან რომ ეს წინაპრული ხაზი აი ეს წინაპარი აქ რო დაჯდა ხო განმეორდა მადლობა ჩვენს წინაპრებს რო გვეხმარები მეც და ჩემს გამომწერებსაც კარგ და ლოიალურ გამომწერებს ბოროტებო დატოვეთ ჩემი არხი რომ დილეტანტებო შავი მაგიის წარმომადგენლებო ხალხის გამფუჭებლებო ძალიან დაიჯებით ჩემგან არა მე ომს არავის არ უცხადებ მე სულ ამას ვქადაგებ მაგრამ ვინც მე და ჩემს არხს და გამომწერებს შეეხება ნუ იმას არ გაუხარია მე ხელის განძრევა არც მჭირდება ნინია არ დაკარგავს თქვენზე დროს რომ რაღაცა გავაკეთო სათქვენოდ მეტი საქმე არა მაქვს უფალი და ანგელოზები თვითონ გიბრუნებთ ბუმერანგს როგორც ეს სანთელი ჩაქრა აი ესე ჩაგიქრეთ ყველაფერი თუ სიცოცხლეს გვიქრობთ სიცოცხლე ჩაგიქრეთ თუ ჯანმრთელობას გვიქრობთ ჯანმრთელობა ჩაგიქრეთ თუ ფინანსებს გვიქრობთ ფინანსები ჩაგიქრეთ და ის პრივაროტები და მორაკი რა არის მეკითხებიან ხოლმე გოგოებო ბიჭებო ქართულად აი როგორ გითხრა ბინდი რო გაქვს თავზე თავს რო გიკეტავენ წულივით ეს უფრო თვალებია თავზე ეს რაღაცას გაფარებენ და მორჩა ვეღარ ხედავ და ბინდი გაქვს მიხვდით ხო და ეს ძალიან ცუდი რაღაცაა ძალიან ცუდი მოკლედ გარღვევაა წინსვლა აღმაფრენა შეიძლება საზღვარგარეთ წახვიდეთ ვინც საერთოდაც რო არ რას ამბობს ახლა ნინიაო აი ნახეთ ესე იქნება ორსულობა შემოდის ახალი ვიღაცა იბადება ნუ აქ მეუბნებიან რომ გარდაცვალებაც იქნება მაგრამ ძალიან არ გეწყინებათ აი ესეთი ადამიანის მაგრამ სისხლით ნათესავის რომელთაც მერე იბადება ვინც დიდხანს ელოდით და ორსულობა არისო ბავშვი შემოდის ორსულობა მე მაქვს რიტუალი ხედავთ როგორ ალაპარაკტა სამყარო მე რითი დავიწყე მაგრამ ესეც კარებს აღებს ხო მე მაქვს რიტუალი გოგოებო ბიჭებო რომ ესე იგი ორსულობა ვისაც არ გამოგდით აი ესე ვთქვათ არის ორსულობაზე აი ეკლესიაშიც რო დადიხართ ექიმ ბაშებთან იმას დაიხმარეთ ეგ არის ძალიან მაგარი რიტუალი მე უკვე 5-6 ადამიანმა მომწერა რომ მართლა ეგ ეკლესიის დახმარებით ჩემი რიტუალის დახმარებით ექიმების დახმარებით დიდხნიანი 6-8 თვე უყურეს და დაორსულდნენ აი ესევე წონაში დაკლებაზე მაქვს ეგ რიტუალი ვისაც უნდა დაიკლეს მიხვდით ხო ეხა თუ მაცივარს ვერ შორდები მან არც ნინიას რიტუალი გიშველით, არც უფალი და არც არავინ, მიხვდით ხო? მაშინ ან კუჭი უნდა ამოიჭრათ, ან პირი უნდა შეიკეროთ. ხო, მოკლედ აი ეს გარდაქმნა ხდება ყველაფრის და დარიგება ვნახოთ ერთი კიდე ანგელოზების დარიგება. უყურეთ როგორ არის
ყველაფერი ბრწყინავს, ჩაკრები გაიწმინდეთ, ვისაც გასაწმენდი გაქვთ ჩაკრული სტოლბი. მე მაგ ყველა ჩაკრას წმენდა, 7 ჩაკრების წმენდა. ესე იგი აქ სტოლბი რო და ბოძი, ხო? ბოძი, ჩაკრის ბოძი რო თქვეს, ესე იგი მთლიანად უნდა გაიწმინდოთ და ნახე უკვე მე რა შემოგდით, უკვე აი ამ ვიდეოს ყურების დროს, რგოლის ყურების დროს, უკვე ოღონდ ვინც დაალაიქებთ კიდეც, მარტო კომენტარი არა. მოიწონეთ ვიდეო, მოიწონეთ. რომ პლუსი დაიწეროთ და გეზარებათ თუ რა ხდება ვერ გავიგე. იმიტომ რომ თქვენ მეც მეხმარებით თამაში რო დაალაიქებთ, სხვაც ნახავს, ბევრი ნახვები ექნება და პლუს დაიწერთ თქვენს კარმაში. დამიჯერეთ რა და მიეცით საშუალება რომ სხვამაც ნახოს და სხვაც დაიტვირთოს აი ამ სიკეთით, ხო? სიკეთე გადამდებია. ხო, მადლობა წინასწარ, ჩემო გამომწერებო. იმიტომ რომ ნახვები ძალიან ბევრია, ჯერ გამომწერების გარეშე ძალიან ბევრი ნახვები მაქვს, მე თვითონ გამიკვირდა, მაგრამ და ვინც ჩემი გამომწერია, ნახვები ბევრია და ლაიქებია ძალიან ცოტა. გეზარებათ? მე ხო არ მეზარება თქვენთვის არაფერი. მოკლედ გაბრწყინვალება, წინსვლა, ეს ახლა მედიტაციას ვაკეთებ მე თქვენთვის, იმიტომ მიჭირავს ესე დიდხანს, გაბრწყინება, გამოჯამრთელება. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ აი ეს ოქროსფერის სხივი ფეხებიდან ამოგდით, მიწიდან, აი ფეხებიდან ამოგდით, ფეხის თითებიდან, ძარღვებში გადის, მუხლებამდე ამოდის ეს ოქროსფერი სხივი, წარმოიდგინეთ. ეცადეთ წარმოიდგინოთ და ამოდის ბარძაყებამდე, ამოდის პირველ მეორე ჩაკრაზე, ამოდის მესამე ჩაკრაზე, სასიცოცხლო ჩაკრაზე, ამოდის მუცელზე, კუჭთან, გულმკერდი, გულის ჩაკრაზე, ანახატაზე, ადის ზემოთ, ადის, ეხლა შეიძლება სიმხურვალე გაგიჩნდეთ და არ შეგეშინდეთ, ან ზოგს შეგცივდეთ ფეხებზე გაგეყინოთ, ესე იგი ჯადოა, არ შეგეშინდეთ. ამოდის ყელის ხმოვან ჩაკრაზე, ჩვენი უბრწყინვალესი ხმის ლოტოს ვეძახე მე ამას, ურთიერთობის ლოტოსი, ამოდის ზემოთ, ამოდის მესამე თვალის ჩაკრაზე. აქ ცოტა გავაჩერე მესამე თვალის ჩაკრაზე, ვინც არიცით შუბლის შუაშია, ცხვირის რომ თავდება ზემოდან რო იწყება რა, ცხვირი აი იქ. და ადის ზემოთ, ყიფლი ბანდი რო გვაქვს ჩვენ, აჰა რო აგიხსნათ ბევრმა არიცის, მეშვიდე ჩაკრაზე, უფალთან წვდომა, სამყაროსთან წვდომა, კოსმოსთან წვდომა, ვარსკვლავები, მზე, მთვარე, პლანეტები და წარმოიდგინეთ, რომ ესე იგი აი ეს სხივი ადის ცაში და გაიფრქვა, ეს წარმოიდგინეთ, აი ეს სხივი გაიფრქვა და დღეიდან ყველაფერი კარგად გექნებათ, აი ესეც წარმოიდგინეთ. მოკლედ, დიდი მადლობა, დამელოდეთ, ეს უნდა ავკრიფო, ეს იქნება თქვენი ამინი. აი აქ უკვე აი ეს დაიბლოკა, ეს მტრები და ესე ძალით გაგაცილებთ ძლიერად. უმტკივნეულოდ. აი ესე გაგაცილებთ ანგელოზების და სასწაული გაჩვენოთ, ხო ჩაქრა წეღან ავანთე და კიდე ჩაქრა. ნახეთ, აი უფალი და ანგელოზები ჩვენთან არის, ხალხნო, ხედავთ, სასწაულები მოხდა. წეღან ჩაქრა გაჩვენეთ ორჯერ, მეორედაც ავანთე, არა, მაინც ჩაქრა და ნახეთ, ეხლა აინთო. ესე იგი ეს იცით რას ნიშნავს? აი ეხლა მე რომ მედიტაცია ჩავატარე ჩემთვის და თქვენთვის, ეს უკვე თქვენი თხოვნა და თქვენი აი ეს ყველაფერი კარგი, ცუდი წავიდა, აი აქ ჩაიწვა, მტრებზე გავიდა, ნახეთ როგორ სიშავია წითელსანთელზე და აი ეს ყველაფერი ამოვიდა, მივიდა წვდომა უფალთან. მე თვითონ გამიკვირდა, ეხლა რომ უნდა გამეთიშა, შევხედე და ვაიმე ანათებს. მერთო დალოცვილო, მადლობა ანგელოზებს, მადლობა და აი ნახეთ, უყურეთ და აი ესე გაგაცილებთ. თქვენთან იყო ნინია,
მიყვარხართ, გიყვარდეთ ერთმანეთი, ძალიან გთხოვთ რა, ძალიან გთხოვთ. ისედაც რა დღეშია მსოფლიო და სიყვარულის და სიკეთის დუბლიკატი გავაკეთოთ, გაიმეორეთ, აი ეს გაიმეორეთ ერთმანეთისგან. და მერე თქვენ რო კარგად მოექცევით ჯერ საკუთარ თავს, საკუთარ შვილებს, საკუთარ, აი ხა სიკვდილს ვინც გიკეთებს და გისურვებს, მე იმაზე არ ვამბობ, მიხვდით ხო როგორ ვამბობ. ეცადეთ რომ თქვენ ცუდი არ გააკეთოთ, უფალი ყველაფერს ხედავს. გელოდებით პირად გაშლებზე და მომავალ შეხვედრამდე არ გემშვიდობებით.